ესეც მოვიდა ჩვენი მასალები. ვიწყებთ გარეფასაც. მოვიტანეთ სამიანი XPS-ი, წებოცემენტი, ბადე და წვრილმანი, ასე რომ ვთქვათ, მასალები. დიზაინი და გასაკეთებელი რა არის რა, გუშინ თარაზოში გავასწორეთ, ავიდეთ ნიშნულები, რომ ქვედა სისტორიდან დავიწყოთ. და აი აქედან დავიწყებთ ახლა XPS-ის გაკვრას. პირველად ვაკრავთ, ნახოთ რა გამოგვივა რა. პირველ ეტაპს ვიწყებთ მოსუფთავებით, რომ მოსუფთავდეს კედელი. ზედმეტი რაღაცები მოშორდეს, რომ გაკვრის დროს ხელი არ შეუშალოს რა. ახლა მე დავიწყებ წებოცემენტის მოზიდვას რა. მაგის კვალობაზე ცუდი არ გამოვიდა რა, დაჟე კაი გამოვიდა, სიჩქარითაც ნორმალურად გავაკეთეთ რა, ეს კვადრატი არის ფაქტიურად 10-30 კვადრატი არის რა, 30 კვადრატი გავაკეთეთ, დილიშვით საათზე რომ დავიწყეთ, ეხლა არის 2.5 და ეხლა მორჩით რა, პროსტა ერთი ის არის რომ ბევრი ჭრა უწევდა ზემოთ ამ ხარესაც და ფანჯრებსაც ბევრი ჭრა უწევდა რა. და ყველაზე ცუდი რაც არის რომ დაცხა ძალიან და სიცხე ცოტა შეგვაფერხა და ცოტა შეგვანელა რა. მაგრამ მე მგონი მაინც კაი გამოვიდა, არ მეგონა ესეთი კაი ტიპით თუ გავაკეთებდით რა. ეს ფარი გაკეთებულია, წინარი ეს ფარი გაკეთებულია. ის გეგმა არის ასეთი. ვაპირებთ აი ამ კედლის გაკეთებას. ნახოთ რა დავიწყებთ როგორ გამოგვივა რა. სურვილი გვაქვს რომ აი აქ ეს ბოლომდე ავიყვანოთ. დავწყებთ ახლა და ნახოთ რა გამოგვივა. მოკლედ მეგობრებო, ამის კეთების პრინციპი როგორი არის რა? ზუსტად ისეთი როგორც ეკრობა კაფელი რა. იღებ დაბლა 0-ს, ნიშნულს, სისწორეს, თარაზოს სისწორეს ქვემოთ, რომ თანაბრად გაყვე და კიდე მთავარი რაც არის, რომ გადაბმები გაუკეთდეს რა. აი ამას გულისხმობ, რომ აი ეს გადაბმები. ნახე, ეს ქვედა ზოლი არის და გადამოუკეთდება ზემოდან რა. ეს დამატებით მაინც ის მომენტია, რომ ერთ ზოლზე აყოლებული არ იყოს და სიმყარე უფრო მეტი კონდეს ესე რა. სხვა პრინციპი დანარჩენი ძალიან მარტივია რა, როგორც კაფელს ესმება წებოცემენტი, ეკრობა და დამატებით დუბელებით მყარდება კიდევ რა. დიდად ამ დუბელების დიდად ყოფილი არა ვარ პლასმასებით, ნუ უმჯობესია თუ რკინის იქნება, მაგრამ ესეც მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს რა, წებოცემენტი იმდენად კარგად იჭერს, რომ ეს ფაქტურად უკვე დამატებითი სიმყარე არის ამისთვის რა, მეტი სხვა ისეც ფუნქციას არაფერს არ ასრულებს რა. დღეს ახლა ჩვენ რა გვაქვს დარჩენილი, რომ აი ეს უნდა გამოვამთავროთ და ყველა დიდი სირთულე რაც არის, რომ ზედა მხარე რა, ეხა ამისთვის ხარაჩოს ქირაობა უფრო დიდ დროს წამართმევდა მაგის მოტანა დააწყობა, ვიდრე ის რომ ეხლა რაღაცნაირად ვიწვალოთ და აი ეს კუთხე გამოვამთავროთ და მერე გალესვისთვის დიდი ალბათობით უკვე მერე ხარაჩო დაგვჭირდება, რომ აღარ ვიწვალოთ და სასიარულო ფართი გქონდეს რა. ხალებიანი პატარა ხარცის ფერფალებიანი პატარა ხარ მაგრამ ჩემი დარდი ხარ ხაჩო ხარ ყვავილებში დადიხარ შენ გიმღერი მთელი ქვეყნის თვალი ხარ გულში ცეცხლად ანთებული ალი ხარ მითხარ მაინც საოცნებო ვისი ხარ სიხარულო გულში რისთვის მიზი ხარ
ხარ ხაჩო ხარ თურფხალებიანი პატარა ხარ ცისფერფალებიანი პატარა ხარ მაგრამ ჩემი ბზარდი ხარ ხაჩო ხარ ყვავილებში დადიხარ შენი ბზერი წელი ხარ უშის წელად ასრულიანი ხარ ის ხარმაი სოციალური ხარ სიხარულო გულშირის მიზი ხარ მეგობრებო, დავასრულეთ გარე პერიმეტრი, ახლა ვიწყებთ ფანჯრების, ეგრეთ წოდებული ატკოსების გამოყვანას, რომ ფანჯრები გამზადდეს. სანამ დაიშპაკლება მთლიანი სახლი რა. ასეთი მდგომარეობა. ეხლა რასაც ვაკეთებთ, თარაზოთი სიძველეში უნდა ჩავაჭრათ XPS-ი, სწორად რომ იყოს მთლიან პერიმეტრზე და შემდეგ გამოილესოს. მიდე უხახუნე ჟორა. უხახუნებ კაცო, უხახუნებ. თელი დღე შეიძლება ეს ვაკეთო, უხახუნებ, აღარ მინდა, აღარ შევიდე. აი ესე გამოიყურება მეგობრებო შავად დამუშავებული ფანჯრები. ახლა ამას კუთხე დაუყენდება და წებო ცემენტზე დაჯდება სანამ ბადე გაეკვრება მთლიან XPS. აი ესე აი. მგონი ცუდი არ არის. ესეთი სიახლეები გვაქვს მეგობრებო, აი ირაკლი ბუხრაშვილის დახმარებით MBG რენტმა მოგვიტანა ესენი უსასყიდლოდ ხარაჩოები რა, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა სული წინით წავა საქმე და წინ წავიგდებთ საქმეს ყველანაირად რა. ესეც პირველად უნდა ვაწყაროთ ამის საწყობა, მაგრამ რასაც უყურებ რთული არ უნდა იყოს რა, აწყობის ვიდეოსაც აუცილებლად გადავიხებ. იკო ჯიგარი ხარ ძმაო, სპასიბა რა. მოვჭით ხარაჩოების საწყობას, აი ამ სიმაღლეზე აღვიყვანა ძალიან კაი გამოვიდა პატარა ჭეპესაც ჰქონდა ადგილი. ჩავარდა პადორში, ჩავყევი მე, დაგვეცა მაცივარი. ამოვიყანე, ვარგო თავში ქონდა მაცივარი მორტყმული. სერიოზული არაფერი არ არის რა. ერთ-ერთი რაც დაგვრჩა ახლა, აი აქ ფანჯრიდან კედლები რო არ ხრიტოთ და არც ისეთი სიმაღლე და სამუშაო არა გვაქვს, რომ კედელზე მიმაგრება გჭირდებოდეს ხარაჩოსი და თან მithumetes მყარად არის ერთადერთი ამ ფანჯრიდან ქვემოდან ბალკაზე გვაქვს ამოდებული, კაი ტროსი არის, ერთი ტროს ამოუდებთ და სიმყარისთვის მოვაბავთ მაინც რომ ერთადერთი უკან არ გადაქანდეს. რა კი მეეჭვება, მაგრამ მაინც შუბია რომ ყველანაირად თავი დავისყიოთ რა. აი ხა დავიწყებთ უკვე ბადის მიკროს და წებო ცემენტით გალესვას. დავასრულეთ მუშაობას და აი ესეთი შედეგი გამოგვივიდა, აი გვერდიდან მივანათებ, აი ესაა ჩემი გამოყვანილი. ამასობაში ისე გამეწაფა ხელი. აი აქედან. ნახე რა საგაიფო. ნახო თვალე დილით როგორი დაგხვდება. აქ გაკეთებულია უკვე და გამშრალიცა.
საკაიფოა მე მგონი. ოპა. გავიხსენოთ ახლა სამაშველოში მასწავლი ხრიკები. იცოდი? აჰა, დაიმაგრე კარგად. აჰა, ჩაკმულები ვართ ორივე. ურჩით მეგობრებო, გარედან გალესვას. აი ესეთი გამოვიდა საბოლოოდ რა. ცუდი არ უნდა იყოს. ეხა გეგმაში რა გვაქვს რა, პრიზგი უნდა გაუკეთდეს, თლიან სახლზე უნდა დაიბრიზგოს. დამუშავდეს და ეს აივნის ადგილას უნდა გაკეთდეს დეკორატიული ლესვა მიუხედავად რომ ეძახიან, ეგ უნდა გავაკეთოთ. ჯერ სამუშაო კიდევ ბევრია.